აბიტურიენტის ცხოვრება უფრო რთულია. იმ მხრივ, რომ გიწევს უამრავ საგანზე ფიქრი, გიწევს შენს მომავალზე ფიქრი, გიწევს იფიქრო რა ნაბიჯი უნდა გადადგა, რომ შენი მომავალი იყოს როგორ თქვა, უფრო კარგი და მიაღწიოს შენს მიზნებს. ნინო აბიტურიენტია და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. ჩვენთან საუბრისას მან ცხოვრების ამ ერთ-ერთ გარდამტეხ პერიოდზე ისაუბრა და სამომავლო გეგმებიც გაგვაცნო. 2025 წლის რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის 5 მარტს 10 საათზე დაიწყო და 2 აპრილის 18 საათზე დასრულდება. ნინომ უკვე გაიარა რეგისტრაცია და თრიალეთის გადამღებ ჯგუფთან საუბრისას მომავალ აბიტურიენტებს მოუწოდა, რომ რთული და გარდამტეხი პერიოდის მიუხედავად არ უნდა ინერვიულონ. 5 მარტიდან დაიწყო რეგისტრაცია, უკვე დავრეგისტრირდი, მარტივი საფეხურები იყო. შენი სამომავლო გეგმები როგორია? რაზე ფიქრობ, რომ ჩააბარო, რა არის შენი სამომავლო პროფესია? ჩემი სამომავლო პროფესია არის ფილოლოგია, ქართული. ეს პროფესია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად გადავწყვიტე ეს პროფესია ჯერ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყნისა და ენის მიმართ სიყვარულის გამო. და მეორე, ჩემი мотиваცია იყო, ჩემი მასწავლებლები, ვინც შემაყვარა, ესე რომ ვთქვათ, ლიტერატურა ზოგადად და სხვა კუთხით დამენახა სრულიად. და ისე ზოგადად აბიტურიენტები რას პროფესიას ირჩევენ უფრო ხშირად, რა გსმენია უფრო მეტად შენს ირგვლივ ადამიანები რას ამბობენ, რომ რაზე აპირებენ ჩაბარებას, ანუ რომელი პროფესიაა ჩვენს სასახლეში უფრო მეტად გავრცელებული და მოთხოვნადი? თუ გადავხედავთ ბოლო დროინდელ მოვლენებს, ჩვენთვის ზოგადად უფრო ჩემი ასაკის ხალხისთვის უფრო მნიშვნელოვანია პროგრამირება, თუმცა ამავდროულად აქტუალურია ბიზნესი, რეკლამირება. აბიტურიენტი მართალია დღეს და ღამეს ასწორებს, მაგრამ ეს თავარი საფეხურია, ერთ-ერთი ძირითადი საფეხური, რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტმა არ ინერვიულოს თითოეული საფეხურის გავლის დროს. ემოციური ფონი ზოგადად ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე და რთულად აღიქვავს ამ დროს რას აკეთებს, აქვს განცდები, რომ ან რაღაცა იშლება, ან მსგავსი ფიქრები, თუმცა ჩემი აზრით ყველაზე მთავარია, რომ ეს ფიქრები მოიშორონ და მიყვნენ დინებას. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელები გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს გადაიხდიან 2 აპრილის 18 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია.